კიბერუსაფრთხოება არის ინტერნეტ დაკავშირებული სისტემების, რომელშიც გულისხმობ ფიზიკურ სისტემებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ასევე მონაცემებს, კიბერსაფრთხეებისგან დაცვა, მათზე არაავტორიზებული თაღლითური წვდომის აღსაკვეთად. კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის გვიცავს ჩვენ ადამიანებს, ორგანიზაციებს კიბერსაფრთხეებისგან, რომელსაც შეუძლია არსებითი ფინანსური და რეპუტაციული ზიანის გამოწვევა. მიუხედავად ორგანიზაციის ზომისა და საქმიანობის მასშტაბისა, ძირითადი კიბერსაფრთხეები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერ ტიპის ორგანიზაციაზე. ესენი არის სოციალური ინჟინერია, კერძოდ კი ფიშინგი, როდესაც კიბერთაღლითები ცდილობენ ადამიანების მოტყუებით კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას. ესეთი კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლოა იყოს ინტერნეტ ბანკში შესასვლელი მომხმარებლის დასახელება, პაროლი, ერთჯერადი კოდი და ასევე საბარათე მონაცემები, კერძოდ კი ბარათის სრული ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და სამნიშნა ან ოთხნიშნა ბარათის ნამდვილობით შესამოწმებელი კოდი. საფრთხეებს შორის ასევე არის სუსტი და ადვილად გამოცნობადი პაროლები, რომელსაც იყენებენ ადამიანები ორგანიზაციაში, სისტემებში შესასვლელად და ასევე პირადი ელფოსტის დასაცავად თუ სოციალური მედიის სხვადასხვა ანგარიშებზე შესასვლელად. გავრცელებულ კიბერსაფრთხეებს შორის ასევე არის მავნე კოდის გავრცელება ორგანიზაციაში, რომლის შედეგად ხდება ფაილების შიფრაცია და ისინი მიუწვდომელი ხდება ორგანიზაციისთვის, შედეგად კი ხშირად ორგანიზაციას საქმიანობას წყვეტს. განსაკუთრებით მოწყვლადი მავნე კოდის გავრცელების მიმართ არის მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კიბერთავდაცვითი საბაზისო საშუალებები და ასევე პროცესები. კიბერსაფრთხეებს შორის ასევე არის განუახლებელი პროგრამული უზრუნველყოფა. ხშირად ორგანიზაციებს არ გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემატიურად განახლების პრაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის თითოეულმა თანამშრომელმა გაითავისოს სოციალური ინჟინერიის, კერძოდ კი ფიშინგის საფრთხე და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უცნობი გამომგზავნისგან მიღებულ შეტყობინებას, სადაც მას თხოვენ გაურკვეველ უცნობ მულზე გადასვლას და ამ მულზე კონფიდენციალური ინფორმაციის შეყვანას, როგორიცაა ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის დასახელება, პაროლი, ერთჯერადი კოდი თუ საბარათე მონაცემები თუ ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია. არასდროს უნდა მიუყვეთ უცნობი მესამე მხარისგან გამოგზავნილ შეტყობინებას, სადაც მოგვიწოდებს კონკრეტულ შეზღუდული დროის მონაკვეთში ქმედების განხორციელებისკენ. შემდეგი მარტივი რეკომენდაცია არის ძლიერი პაროლის დაყენება და დამატებითი დაცვის უზრუნველყოფა, როგორიც არის მაგალითად ერთჯერადი კოდი. ძლიერი პაროლი და დამატებითი დაცვის ფაქტორი გამოვიყენოთ ნებისმიერ სერვერზე, სისტემაზე, სოციალური მედიის ანგარიშზე თუ ელფოსტაზე შესასვლელად. პაროლის შედგენისას გავითვალისწინოთ, რომ პაროლი არ უნდა შეიცავდეს მარტივად გამოცნობად სიტყვას, სასურველია პაროლი შეიცავდეს ფრაზებს, მაღალი და დაბალი რეგისტრის სიმბოლოებს და ის იყოს მინიმუმ 12 ნიშნა. შემდეგ რჩევა ეხება ჩვენი სამუშაო მოწყობილობის დაცვას. აუცილებლად დააყენეთ ანტივირუსული პროგრამა ნებისმიერ სამუშაო მანქანაზე, როგორიც არის კომპიუტერი, ლეპტოპი თუ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა და აუცილებლად პერიოდულად განვაახლოთ ისინი. აუცილებელია ორგანიზაციამ შექმნას ძირითადი აპლიკაციების და კრიტიკული მონაცემების სათადარიგო ასლები, ეგრეთ წოდებული ბექაპი. უმნიშვნელოვანესია აღნიშნული სათადარიგო ასლების არსებობა განცალკევებულ სისტემებზე, როგორიცაა მაგალითად პრობლემანი სანახი, ეგრეთ წოდებული cloud storage-ები, ან ფიზიკურად სხვა ადგილმდებარეობაზე. თუ ორგანიზაცია გახდა კიბერშეტევის მსხვერპლი, მას ადვილად და მოკლე დროში შეეძლება სწორედ სათადარიგო ასლებიდან კრიტიკული აპლიკაციების თუ მონაცემების აღდგენა და ჩვეული საქმიანობის წარმართვა. თუ თქვენს ორგანიზაციას რომელიმე ბიზნეს პროცესი გადაცემული აქვს მესამე მხარესთვის, ეგრეთ წოდებულ outsourcing-ს იყენებ, უმნიშვნელოვანესია ამ ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში საბაზისო კიბერუსაფრთხოების ნორმის დაცვის მოთხოვნა. ხელშეკრულებაში კიბერუსაფრთხოების ნორმების დაცვის მუხლით ჩვენ მეტად ვუზრუნველყოფთ ჩვენი მონაცემების დაცულობას. ეს არის ის საბაზისო წესები და რეკომენდაციები, რომლის დაცვით მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია კიბერსაფრთხეების შემცირება, საკუთარი საქმიანობის და აქტივობის დაცვა და შედეგად პოტენციური ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანის თავიდან არიდება.